Guess who's back? მოგესალმებით მეგობრებო, ნერო არის დღეს თქვენთან ერთად დავბრუნდით Mobile Legends-ის ახალი ეპიზოდით. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია არხზე და დღეიდან ვეცდები რომ ისევ გავაქტიურდეთ. დღევანდელ ვიდეოში ვითამაშებთ Sunny რანგზე და ესე გამოიყურება ჩვენი და ჩვენი მოწინააღმდეგის პიკები. ეხლა კიდე დავუბრუნდით უშუალოდ матчს, როგორც ხედავთ, Queeners ვითამაშებთ XP Line-ზე, Sunny-თ Queeners-ის წინააღმდეგ არასდროს არ მითამაშია XP Line-ზე, ამიტომაც ვცდილობ რომ ფრთხილად ვითამაშოთ და ჯერჯერობით მოვსინჯოთ თუ რამდენად დიდი დემეიჯის გაკეთება შეუძლია მათ ჩემს. These brats better watch out on my turf. Yeah! არ უნდა დაგვაუწყდეს რომ რუკას ყოველთვის ვადევნოთ თვალი, რადგანაც შეიძლება ჩვენიანმა ესეთნაირი განკი გააკეთოს, რა დროსაც ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით და უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებთ მის დახმარებას. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ თქვენთვის ვიდეოში მეჩვენებინათ თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, თორე ისე მე რა თქმა უნდა რუკას თვალს ვადევნებდი. ყველაფერი ძალიან კარგად დავინახე და ყველაფერი ძალიან კარგად შევამჩნიე. კი. Can't a monkey catch a break? დარწმუნებული ვარ რამოდენიმე თქვენგანი მაინც იქნება აქ თამბნეილის გამო და მაგ თამბნეილში რასაც გულისხმობდი, აი ხა ზუსტად აი ამ მონაკვეთში დაინახავთ. კარგად დავაგვერდეთ რუკას ამ მომენტში, როგორც ხედავთ ჩვენმა ჯანგლერმა და მეიჯმა კუმოკლეს, რის შემდეგაც Queeners-კენ დაიძრნენ, Queeners-მა ისინი დაინახა და ტურენდის ქვეშ დაიმალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემიანები უკვე დაიშალნენ და აქ აღარ არიან, ჯულიანი წითელ ბავშვს კლავს, ვექსანა კიდე თავის ლაინს დაუბრუნდა, Queeners მაინც გონია რომ ისინი აქ არიან და ფრთხილობს, პირველი სკილს ესვრის ბუჩქს, რათა შეამოწმოს ის. მე კიდე იმის გამო რომ ის შევაშინო და უფრო მაცადოს კრიფების მოკლა, ბუჩქთან ახლოს რეკალს ვაკეთებ, რის შედეგადაც მას გონია რომ მარტო არ არის, შესაბამისად არ მიტევს. Sunny early games damage-ით არ გამოირჩევა, ამიტომაც ჩემთვის ეს პატარა მოგებული დრო და კრიფების მარტივი ერთი ლაინის გაწმენდაც კი რაღაცას ნიშნავს და უფრო მეტად წავედი ფარმით წინ. Dull eternal life gets. Whoever wants to fight me. დავამოღამე რომ Queeners მეორე სკილს კარგად ვერ იყენებს, ამიტომაც ხშირად მივახტები ხოლმე აი ესე რომ დემეიჯი გავუკეთო და ოდესაც ჩემენები განს გააკეთებენ, მას ცოტა სოცხლე ეკნება. მსგავსი პატარა დეტალები აუცილებელი არის რომ თამაში უფრო გაგვიმარტივდეს და უფრო მარტივად შევძლოთ მატჩების მოგება. About to overturn the heavens. კიდევ ერთხელ დავაგვერდეთ რუკას, როგორც ხედავთ, ჰილ დამოუახლოვდა ჩვენ ლაინს, Queeners-მა დაინახა ის რუკაზე, რადგანაც იქვე იყო, შესაბამისად კიდევ ტურენში გადაიმოწვა. This is the way. კიდევ ერთხელ ვცდილობ რომ მოვაფიქრებინო რომ ის მარტო არ არის, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც უფრო თამამად არის, რადგანაც ჰილდას ხედავს მიდ ლაინზე და შესაბამისად არ ეშინია. ხო და ამასობაში მეორე სკილის გამოყენებაც დაამოღამა, მაგრამ მე ყველაფერი აღარ უშველის, რადგანაც უკვე ლეველით წინ ვარ და შესაბამისად ძალიან მარტივად მოვკლა. Yeah, next time bring your whole crew. Catch. What for the road? საწყალი ნატალია ჯერ ხო არ ჩანდა, თან ტურშიც არ არის და ამას სულ გააქრო. კარგად დავაკვირდეთ რუკას, როგორც ხედავთ, Queeners mid lane-ს უახლოვდება, ჩვენიანები კიდევ კარგ პოზიციაზე არიან, ამიტომაც რატომაც არა შევუერთეთ მათ. Nimbus strike. I'm everywhere. Killing spree. როდესაც teamfights მოვიგებთ, მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ ხოლმე მომენტით, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩემი როლი ის არის, რომ დავფუშო, რადგანაც XP Line-ერი ვარ და Sunny ვარ და ყველაზე კარგად ამ გრეს ალბათ ფუში გამოდის. ჩემიანებს კიდევ დახმარება ჩემი აზრით არ ჭირდებოდათ კუს მოკლაში, ამიტომაც მათ არ დავეხმარე და შესაბამისად ისინი კუს მოკლავენ.
ყოველთვის არის რაღაცა შემდეგი საუკეთესო მოქმედება თამაში, როდესაც რაღაცა ერთ კონკრეტულ რამეს გააკეთებ. მაგალითად, teamfight-ის მოგების შემდეგ შეგიძლია ან მოწინააღმდეგის ჯანგლი გაფარმო, რის შემდეგაც ის როგორც ხდება, რა თქმა უნდა. მოსაკლავი არაფერი არ იქნება შესაბამისად ფარმი ძალიან უკან დაიხევს, ან თუ კუცოცხალია, რა თქმა უნდა, შეგიძლია კუმოკლა, ან უბრალოდ თაფუშო, ტურენტთან თუ ახლოში ხარ და ასე შემდეგ. გვინევერმაც როგორც ხედავთ, ჭკუა ისწავლა. Show me a real challenge. კარგად დავაკვირდეთ ახლა აქ შემოქმედებას, როგორც ხედავთ, ნამდვილად არის ამ მომენტში ჩვენთან ერთად ბუჩქში სხვა ვიღაცა. ეს ყველაფერი გვინევერ მარიცის, ამიტომ ამ ბუჩქიდან შორს მივდივარ, რათა მას გაუადვილდეს მისთვის სკილების დარტყმა და რა თქმა უნდა, ცოტა ხანში მეც შევერთდი, მაგრამ ჩვენი დემეიჯი არ იყო საკმარისი, რომ ის მოგვიდლა. უმეტესად, როდესაც ლაინზე ვართ, მოწინააღმდეგის ორი რაღაცა მოძრაობს, თუ ის ფიქრობს, რომ თქვენ მოგერევათ, რა თქმა უნდა, თამამად არის, შესაბამისად, ეს ითამამა შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე ჩვენ სასარგებლოდ, როდესაც ჩვენიანები ჩვენსკენ მოდიან, ცოტა უფრო წინ წავიდეთ, ვაფიქრებინოთ მას, რომ კლავს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენიანების დახმარებით მას მოვერევით და მოვკლოთ. ან არის მეორე ვარიანტი, მათ შიშია მოძრაობს, როგორც ამ შემთხვევაში გვინევერს ეშინოდა ბუჩქების და ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ, შევაშინეთ ხოლმე მაშინ, როდესაც არავინ არ იყო, ხოლო მაშინ, როდესაც პირიქით იყვნენ, პირიქით შორს წავედით იმ ბუჩქისგან, რადგანაც პირიქით ის გათამამებული იყო, უფრო წამოსულიყო წინ და ვექსანასაც შესაბამისად გამარტივებოდა სკილების გარტყმა. ასე რომ თქვათ, ჩვენს ლაინზე მყოფი გმირი ჩვენი პასუხისმგებლობა არის, უნდა ვიცოდეთ ის როგორი მოთამაშე არის, ეშინია თუ პირიქით თამამი არის და მაშინ, როდესაც განკი ჩვენსკენ მოდის და ამ ყველაფერს რუკაზე ვუყურებთ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენიანებს შემდეგ მისი მოკვლა გაუმარტივდეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ხშირად შეხვდებოდით ეგეთ მომენტს, როდესაც განკზე მიდიხართ და თქვენიანი იმის მაგივრად, რომ პირიქით მოწინააღმდეგე გამოიყვანოს სტუდენტიდან და მაქსიმალურად ეცადოს მაგ ყველაფერს, უტევს მას მანამდე, სანამ თქვენ მიუახლოვდებით, ის შედეგადაც ის უკან იხევს და მის მოკლას ვეღარ ასწრებს. ან უბრალოდ იმდენად ადრე იწყებს teamfight-ს, მაგალითად ჯანგლერი როდესაც ხართ და მასთან ახლოს ამ ბაფს კლავთ, რომ უბრალოდ თქვენ როდესაც ადიხართ, თქვენიანი უკვე მკვდარი არის, ვერ მოერია და შემდეგ თქვენ გადანაშაულებს იმაში, რომ ჯანგლერო შენ ბაფს კლავდიო და მე რატო არ დამეხმარეო. შენ უნდა დაელოდო პირიქით, რომ ჯანგლერმა ბაფი მოკლას, რადგანაც თითოეულ დროს აქვს მნიშვნელობა ჯანგლერისთვის. თუ ბაფის მოკლის დრო აქვს და ბაფი ცოცხალია, ბაფი უნდა მოკლას. შენ კიდე მაქსიმალურად უნდა ეცადო იმ დროს, რომ მოიცადო მანამდე გაამზადო ეს შენი მოწინააღმდეგე ლაინზე, იმისთვის, რომ როდესაც შენი ჯანგლერი შენამდე ამოვა, რა თქმა უნდა, მას მისი მოკლა გაუადვილდეს. ნუ ეგ იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ამ ოპონენტს ვერ ერევი, ან უბრალოდ მას იმნაირი სკილები აქვს, რომ გაქცევა ძალიან მარტივად შეუძლია შენგან. ხოლო თუ იმ შემთხვევაში თუ ერევი, რა თქმა უნდა მოკლა ის და პირიქით შენ ჯანგლერს უფრო მიცემს სივრცეს, რომ სხვა ლაინები გაგანკოს და სხვა ლაინებს დაეხმაროთ, რის შედეგადაც რა თქმა უნდა, ყველა ლაინს მოიგებთ და ყველა ლაინის მოგების შემთხვევაშიც რა თქმა უნდა თამაშსაც ძალიან მარტივად მოიგებთ. ყველაზე მაგარი უნარი ამ თამაში რაც შეიძლება გამოიყენოთ, ჩემი აზრით არის მოთფინების უნარი, რადგანაც როდესაც ყველანი 15 ლეველზე ადიხართ, შემდეგ უკვე თამაშს teamfight-ი გადაწყვეტს, ის თუ როგორ მიუდგები თამაშს, რადგანაც გაცოცხლების დროს ძალიან დიდია ის და შესაბამისად ძალიან მარტივია რომ ერთი teamfight-ით მოიგო უბრალოდ თამაში და ეს მოთფინების უნარი იმას გულისხმობს, რომ უბრალოდ თუ შენ ლაინზე ვერ იგებ, შენიანები კიდე სხვა ლაინებზე იგებენ, დაელოდე მათ, რომ იმ ლაინებზე გადაუვარონ ყველას, მოუგონ ხოლო მას შემდეგ რაც ისინი შენ ლაინზეს დაიწყებენ გადმოსვლას, შენ წადი სხვა ლაინებზე გაფარმე და როდესაც დაეწევი ყველას და 15 ლეველზე იქნები, შემდეგ უკვე თამაშის მოგებაც ძალიან მარტივი იქნება. თავარია არ დაფიდო. თუ ყველა ლაინი აგებს კიდე, მაგ შემთხვევაში ძალიან რთულად არის საქმე. ნუ ამდენი ფილოსოფიის შემდეგ მგონი დრო არის რომ ნახოთ როგორ თამაშობენ ნამდვილი პროები. ნუ ასე ნამდვილად არა. აი ის მომენტი, როდესაც უნდა გაუბრწყინდე. One for the road. Triple kill. Damage. That was amazing. Double trouble. ნუ თუ გსურთ რომ მსგავსი პროტოტიპები პრო ადამიანისგან არ გამოგრჩეთ და ხშირად ადევნოთ ხოლმე თვალი, რა თქმა უნდა, არხი უნდა გამოიწეროთ და თვალი ადევნოთ ამ ყველაფერს, რადგანაც როგორც ხედავთ, მიუხედავად ყველაფრისა MVP ვართ.